გამარჯობა. მე ვარ მაკა და მე ვარ დედა. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო YouTube-ზე. ამ და სხვა ვიდეოების განმავლობაში ვისაუბრებ ჩემს გამოცდილებაზე დედობის პირველივე წუთებიდან დღემდე. ქრონოლოგიურად მინდა მოვყვე და დავიწყო თავიდან. ამ ვიდეოში ვისაუბრებ პირველ დღეებზე და პირველ თვეზე მშობიარობის შემდეგ. მნიშვნელოვანია ის აღვნიშნო და იმით დავიწყო, რომ ზოგადად დედობაზე და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე მქონდა ძალიან პოზიტიური წარმოდგენა. ორსულობის განმავლობაში. ჩემს ტვინში მხოლოდ იყო დალაგებული პოზიტიური რაღაცეები და ის სირთულეებიც, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო თითქოს, ესენი ძალიან პოზიტიურად წარმომედგინა, იმიტომ რომ დედა გავხდებოდი და რაღაცზე უნდა ინერვიულოს ამ ბავში, რაღაცნაირად ნეგატიურ ფიქრებს ჩემს ტვინში შემოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. აი ეს აღმოჩნდა ჩემთვის შემდეგ უკვე პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად პოზიტიური მოლოდინები მქონდა, რომ უცებ თავზე დამატყდა ძალიან დიდი დაღლილობა, უძილობა, სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, უძილო ღამეები და პოსტსამშობიარო, baby blues, თუ დეპრესია თუ რაც გვინდა, ის დაუწახოთ, მოკლედ ძალიან ბევრი ცვლილება დამატყდა თავს, რაც ჩემთვის არ აღმოჩნდა მარტივი. პირველი 2 დღე სამშობიაროში იყო შედარებით მარტივი, მე საკეისრო კვეთა გავიკეთე და მიუხედავად იმისა, რომ ნაკერი მქონდა, საკეისრო კვეთის შემდეგ 2 თუ 3 საათში ფეხზე დავდექი, ვიყავი ძალიან აქტიური, დავიწყე ლაქტაცია საკმაოდ წარმატებით და რაღაცნაირად მთელი ორსულობის განმავლობაში რაც ცოდნაც მქონდა ყველაფერი რაღაცნაირად კარგად გამოვიყენე, თუმცა ფაქტურად არ მეძინა და სულ სიფხიზლეში ვიყავი, რომ აი ბავშვი ხო კარგად არის, რომ ეძინა, ხო კარგ პოზაში ძინავს, ხო სუნთქავს და მოკლედ რაღაცა ისტერიები მქონდა, რაც მგონია რომ მე პირველი არ ვარ და ბევრ დედას აქვს. ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის აი ეს სტრესი და დაღლილობა და არეულობა იყო ძალიან დიდი პირველი შოკი და სირთულე. მოკლედ პირველი სადღაც 1 თვე-თვენახევარი ვიყავი ფაქტურად სულ ღამის თენებაში რა, სტანდარტულად ბავშვი 3 საათში ერთხელ მინიმუმ იღვიძებდა და როდესაც იღვიძებდა, ჭამდა, იცვლიდა, იბანდა, იძინებდა, იღვიძებდა, ჭამდა და აი ეს გრძელდებოდა ღამის განმავლობაში და ფაქტიურად სადღაც ესე 4 საათი მეძინა, შეიძლება 5 საათი, შეიძლება 3-იც და აი ამ უძილობამ ძალიან დიდი ტრამვა მიაყენა ჩემს ორგანიზმს და ჩემ თავს ზოგადად, იმიტომ რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც როდესაც ძილი აკლია, რაღაცა დეპრესიული ფიქრები აქვს. სულ ასე ვარ მთელი ცხოვრება. მოკლედ ძალიან გამიჭირდა მაგ მხრივ. ზოგადად ისიც უნდა დავამატო, რომ ჩემი მეუღლე აბსოლუტურად ჩემს გვერდზე იყო, ყველაფერს აკეთებდა, ჩემთან დათენებდა, ყველაფერში მეხმარებოდა, დედა ჩემიც იყო მაგ დროს ჩემთან, ესე მარტო არ ყოფილა რაღაც ჩემზე არ უნდა გადასულიყო ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ მაინც ამ ჰორმონალურმა დისბალანსმა ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. აი ამ დაღლილობაში გავატარეთ 1-2 თვე. ძალიან მეტყობოდა ეს გადაღლა ურთიერთობებში. გაღიზიანებული ვიყავი მუდმივად, რაღაცას რომ უნდა არჩევას რომ აძლევდა, ვღიზიანდებოდი და ჩხუბობდი. ოღონდ რა თქმა უნდა ეს ახლო ადამიანებთან და ის იყო დედა ჩემი და ჩემი მეუღლე, რომლებიც ცდილობდნენ დახმარებას, მაგრამ მე არავის დახმარება არ მჭირდებოდა, თან მჭირდებოდა, მაგრამ თან ვღიზიანდები რომ ეხმარებოდნენ, იმიტომ რომ მინდოდა რომ ყველაფერი ჩემით გამეკეთებინა. და სხვათა შორის ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის რომ სხვა ადამიანებისგან დახმარება მიმეღო. ასე გაიარა პირველმა თვეებმა და მე ამ ჩემს პირველ 2 თვეს მშობიარობიდან პირველ 2 თვეს ვეძახი პოსტსამშობიარო ფსიქოზს. ოღონდ ხუმრობითაც და არახუმრობითაც, იმიტომ რომ ის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ხასიათის ცვლილებები, გაღიზიანება და დეპრესიულობა რაც მე მჭირდა, ეს უბრალოდ baby blues და პოსტსამშობიარო დეპრესიას უფრო აღემატება და ამიტომ მე ამას დავარქვი პოსტსამშობიარო ფსიქოზი. ეს იყო პირველი ვიდეოს დასასრული. იმედია რომ საინტერესო იყო თქვენთვის და ჩემი ამ ვიდეოების მიზანი არის ის რომ გავაზიაროთ ჩემი გამოცდილება, იმიტომ რომ როდესაც ცუდად ვიყავი, ვერასდროს ვერ ვისაუბრე ამ თემაზე ვერავისთან, ვერც ჩემს მეუღლესთან, თითქოს მეგონა რომ არავის არ ისმოდა და ჩემი ზოგადად სხვადასხვა არხებზე გამოჩენის მიზანი იყო ის რომ ჩემი გრძნობები, ემოციები და გამოცდილება გამეზერებინა სხვებისგან, თუმცა ასევე უნიშნულოვანესი იყო რომ სხვებისგან მომესმინა მათი გამოცდილების ემოციური მდგომარეობის შესახებ. ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ ეს ვიდეო ვინმესთვის საინტერესო ან მამოტივირებელი იქნება, დამიწერეთ კომენტარებში
თუ თქვენც თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება და შემდეგ ვიდეოთი გავაგრძელებ უკვე 2 თვის პოსტსამშობიარო პერიოდის ამბებს. ნახვამდის.